გუშინ ბიჭებს მთლიანად მიეცეთ საშუალება რომ აღდგენას დაუთმეთ გუშინდელი დღე, ბიჭებმა აღიდგინეს, იყო აუზზე აღდგენითი ვარჯიშები, დღევანდელ ვარჯიშს რაც შეეხება ჩაიარა ძალიან დადებითად, დღევანდელი ვარჯიშის თემა იყო შეტევა, დეტალები დავხვეწეთ, დაგვემატნენ ორი ბიჭი, გორგაძე და ჯავახია, მათთან ერთად გავიარეთ, ეს გავაცანით ჩვენი ადრეც გადაგზავნილი ქონდათ მათ ეს სისტემა, მაგრამ უშუალოდ მოედანზე ხა პრაქტიკაში გავიარეთ. აუცი რა შეიძლება ითქვას, ბიჭებს შეეთხოთ რომ ამ რთული შეკრებების შემდეგ, როგორც მიეცათ საშუალება დასვენების, კარგად დაისვენეს, გამოიყენეს და დღევანდელი ვარჯიში ძალიან კმაყოფილები ვართ მწვრთნელთა შემადგენლობა და შევეცდებით რომ მაქსიმალურად გავაგრძელოთ ესეთ ვარჯიშები და ყველა ვარჯიში დავამთავროთ ესე ვთქვათ დადებითად და პოზიტიურად. როდესაც შეკრება დამთავრდა, ტესტებმა გვიჩვენეს რომ ბიჭების 99-100% ბიჭების არიან კარგ მდგომარეობაში, მაღალ მაჩვენებლებზე არიან, როგორც გამძლეობით, ასევე ძალის მიერად, ასევე სისწრაფეებში. ხვალიდან გადავდივართ დღეში ორჯერად ვარჯიშებზე. ჩვენ დილით გვექნება ხვალ შტანგის ვარჯიში, ანუ წონებზე ვარჯიში, კონტრასტული ვარჯიში გვექნება, ანუ მძიმე წონებზე და სისწრაფეებზე ვიმუშავებთ ერთად. ხოლო საღამოს ვარჯიშზე გვექნება უკვე ბურთის ვარჯიში, სადაც მომწვნელები გადაწყვეტავენ რა უფრო მათთვის რა უფრო პრიორიტეტულია, რა თემაც უფრო პრიორიტეტულია, იმაზე იმუშავებენ, ეს იქნება ან დაცვა, ან შეტევა, ან ორივე ერთად, ან დარტყმა, ხურვა, ან ასე შემდეგ. რა, ეს უკვე მომწვნელების გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ. ხო, ჩვენ ასევე მანამდე სანამ თამაშები გვექნება, ჩასმული გვაქვს ასევე პრეჰაბის ვარჯიშები, რომელიც მოიცავს მასაჟებს, თვითმასაჟებს, გაწელვებს, რაც ემსახურება იმას, რომ თამაშზე და ვარჯიშებზე რაც შეიძლება ნაკლები ტრავმები ავიკიდოთ და დავჭერთ ტურნირის ბოლომდე ჯანსაღები და საღები. ფიზმომზადების ვარჯიშები, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები არ გვექნება, იმიტომ რომ საკმარისად გავიარეთ 6 კვირაში და ტესტებმაც გვაჩვენეს, რომ ყველა მაგარ ფორმაშია. მაგრამ ფიზიკის ვარჯიშები, ინტენსიური ვარჯიშები იქნება იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც განაცხადში ვერ მოხვდებიან თამაშის წინა დღეს და ასევე იმ მოთამაშეებისთვის, ვინც 30 წუთზე ნაკლებს ითამაშებს თამაშს.